თქვენ ხართ ახლა მაისურაძეების და მიქაძეების ოჯახში. მე თავად ვარ მარიკა მაისურაძე. დედა არის მიქაძე და ამ ოჯახში მოკლედ ესეთი მრავალფეროვნება გვაქვს. სადაც წარმოდგენილი არის მთელი ჩემი ოჯახის ნამუშევრები. ესენი ყველა გავიტანოთ, მაგრამ ხო, მაგრამ ესენიც გავიტანოთ, კი. დეკუპაჟი მზად არის. ჩემთვის მოყვარულის დონეზე კოვიდის დროს დავიწყე აკვარელში ხატვა. ქარგავდი, გობელენზე დავდიოდი და თექაზე და ეხა ხანს მოგვიანებით დავიწყე ვიტრაჟი და ხეზე მუშაობა. როდესაც მუშაობ, ინსპირაცია არის ჩემი სპეციალობა, ეთნოლოგი ვარ სპეციალობით და ყველაფერი ამან განაპირობა ფაქტიურად. ეთნოლოგიამ ჩავამაყალიბა და ჩემი ჰობი გახადა ჩემი პროფესია დღეს ხელოვნება. მაგრამ ყველაფერი კავშირში არის ეს. ეთნოლოგია და ხელოვნება არის სრულ კავშირში. ძალიან დიდი განტვირთვა არის. ვარ ჩემ ფიქრებში, ჩემს ემოციებში და კონცენტრირებული ვარ ნამუშევარზე, რომ სუფთად და კაი გამომივიდეს. ნუ თავიდან რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა და მეგონა რომ არ გამომივიდა კარგად, მაგრამ ბოლოს ეს კესელოს ციხეები, რა თქმა უნდა, ჩემი პედაგოგის დახმარებით შევძელი და მომწონს კაი ნამუშევარი გამოვიდა. ხატვა პირველად ჩემ ადამ დაიწყო მარი მაისურაძე, რომელმაც ნიკოლაძე დაამთავრა. თუმცა აი ბავშვობაში დედა ძალიან კარგად ქსოვდა და აი ორნამენტებს და ანუ მთელი კერავდა და მთელი ბავშვობა ფაქტიურად დედას შეკელი და მოქსოვილი გვეცვა და ანუ რაღაცა დედისგანაც წამოვიდა ეს ნიჭი ფაქტიურად დიდი ალბათობით და შემდეგ ნელ-ნელა მე დავიწყე ქარგვის შესწავლა. მე დედამ ისწავლა ქარგვა, მე ჩემმა ძმამ შეისწავლა სტრინგ-არტი და ქვილინგი და საინტერესო და კაი ნამუშევრები დაამზადა და შემდეგ ჩემი შვილი და ჩემი ძმის შვილი, რომლებსაც გენეტიკურად გადაყვათ ალბათ ჩვენი ნიჭიც. ეს კერამიკის ნამუშევრები ჩემია, თიხისგან დამზადებული. ესეც ზარდახშა. ეს ხის ნამუშევრები, ეს ჩემი პირველი ნამუშევარი არის, ხევსურული ბორჯღალო და უკვე შემდეგ ეს ქართული ორნამენტები და ჩემი ხეზე ბოლო ნამუშევარი არის კესელოს ციხეები თუშეთის. ეს დედას ნაქარგები არის რელიგიური დღესასწაულების. ფერებში ჩავსვით. ეს სარკე ჩემი ძმის ნამუშევარი არის, ქვილინგი ქვია ამ ტექნიკას, ეს არის ჟურნალ-გაზეთებისგან დამზადებული. თოჯინები ყველა დედას ნამუშევარი არის, ნაქარგები, ფიროსმანი და სხვადასხვა პეიზაჟები, ესეც დედას ნამუშევარი არის, აკვარელში ნახატი ჩემია, ესენი კაკაბაძე, ახვლედიანი, ფიროსმანი, ეს ჩემი მეგობრის ნახატი არის, გობელენში მაქვს გაკეთებული, ისინი ნაქარგებია, ესენი გობელენში არის. ეს ჩემი ნამუშევარი, ეს არის თექა, მშრალი ტექნიკით შესრულებული, თუმცა მაქვს სველი ტექნიკაც შესრულებული, ქუდი, შარფი, თქვათ, სამკაულები, ეხლა აქ არ მაქვს წარმოდგენილი. ეს არის სტრინგ-არტი, სტრინგ-არტი არის ფანერზე, ანუ ხეზე, ლურსმნებით და აბრეშუმის ძაფებით დაქსოვილი სხვადასხვა ტიპის ორნამენტი. ნუ თვითონ ირჩევს, რა თქმა უნდა, და ფერებს სრულიად თვითონ არჩევს. ჩემ ძმას კიდე სხვა ნიჭი აქვს. ჩემი აკვარელში დახატული ეს უკვე სიცილია არის, იქ ვისვენებდი და ტაორმინა მაქვს დახატული. ესეც ფლორენცია არის. ჩემი შვილის ნახატებია აქეთ უკვე. ეს პატარა იყო რომ დახატა ალბათ პირველ კლასში იყო და ლენტით ნაქარგებია კიდე ჩემი შვილის ელენესი.
როგორც იქნა ოჯახმა მოვაბით თავი და გალერეა უნივერსში გვექნება 25 ოქტომბერს გამოფენა, რომელიც გახსნაც არის 4 საათზე. გაგრძელდება 8 საათამდე, საღამოს ანუ ერთდღიანია. თუმცა მთელი დილიდან ჩვენ იქ ვიქნები და ნებისმიერ სურვილს შეუძლია რომ 2-3 საათიდანაც მოვიდეს, როგორც ეცლება, ახლობლებს ველოდებით. და მზადება, რა ვიცი, ალბათ 2 თვის წინ დავიწყეთ თითქმის. ახაც ნამუშევრების ბოლომდე მიყვანა, ჩარჩოებში ჩასმა, აი ეს ყველაფრის თავმოყრა, ეს არის, რა ქვია, პროცესი არის ეს მთელი, იმიტომ რომ ჩემი და-ძმა სხვაგან ცხოვრობენ და ანუ იმათაც უთანხმდებოდით და ეს ყველაფერი ესე საბოლოო ჯამში ჰარმონიულად ხდება, მაგრამ შროვატევადი არის და საპასუხისმგებლო რას მთავარია.